إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله اللهم علمنا ما ينفعنا وانفعنا بما علمتنا وزدنا علما وأصلح لنا شأننا كله ولا تكلنا إلى أنفسنا طرفة عين. السلام عليكم ورحمة الله وبركاته. وأجزل الشيخ آتير شوا რამადანზე ჩვენ გავჩერდით მე-7 რჩევაზე. ეს არის რომ ვიმარხულოთ რამადანი რწმენით და მადლის მოლოდინში. იმიტომ რომ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "მან ყამა რამადანა იმანან ვა იჰტისაბან, ღუფირა ლაჰუ მა თაყადდამა მინ ზამბიჰ." ვინც იმარხულა რამადანი რწმენით და მადლის მოლოდინში, მას ეპატიება ის სოდები, რომელიც აქამდე ჩაიდინა. წარმოიდგინეთ შემოწმებით და დებო, რამხელა დიდი მადლია, რამხელა დიდი წყალობა, რომ ყველა ცოდვა ეპატიება ადამიანს. რას ნიშნავს რწმენით და მადლის მოლოდინში? რწმენით ალლაჰის, რწმენით იმითი, რასაც ალლაჰმა ჩვენ გვითხრა, გვიამბო, რასაც ალლაჰმა ჩვენ მოგვიმზადა აღსასრულ დღეში. და ასევე მადლის მოლოდინში იმაზე, რომ ჩვენ ველოდებით ამ მადლს, გვაქვს იმის იმედი, რომ ამ მადლს მივიღებთ ასასრულ დღეს და ვინახავთ მის დიდ აჯრს და ალლაჰს ვთხოვ აზზავაჯალ რომ გაგხვდოს ჩვენ ამ ხალხის შორის. მეორე რჩევა, ჩემო ძმებო და დებო, არის რომ შევეცადოთ რამადანში უფრო მეტი გავაკეთოთ, ასე თქვათ, შესაძირი ხალხს დავეხმაროთ, უფრო დიდ გული გავხდეთ. იმიტომ როგორც საჰაბები, მოწაფეები თქვის, განა რასულულლაჰი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ აჯვადან ნას. შუმავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო რა ყველაზე დიდგული ადამიანი, გულკეთილი ადამიანი, ეხმარებოდა ხალხს და ასე შემდეგ. ღატაკებს, ვინც გინდა იყოს, როგორც შეეძლო ეხმარებოდა. და ჩვენც უნდა შევეცადოთ, როგორც ჩვენ შეგვიძლია, რითიც შეგვიძლია, დავეხმაროთ მთლიან ჯამში ხალხს. და საჰაბები ასევე თქვეს, აჯვადო მინ რიჰილ მურსალა, რომ შუმავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო უფრო დიდგული, ვიდრე გამოგზავნილი ძლიერი ქარი. და ქარს აქვს ძალიან დიდი ხეირი ხალხისთვის. და შუმავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იყო უფრო ძლიერი და გავიხსენოთ წინა გაგვიდრეთ, როგორც ჩვენ თქვით, როცა ანგელოზე გაბრიელი ალეისალამ, არხანგელი გაბრიელი, ჯიბრილ ალეისალამ ჩამოდიოდა შუმავალთან სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რამადნის ყოველ ღამეს კითხულობდნენ ეთალ ყურანს, მაგდროს შუმავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ხდებოდა უფრო დიდგული. მაგედან ჩვენც უნდა შევეცადოთ უფრო დიდგული, უფრო კეთილშობილი გავხდეთ მთლიან ჯამში ხალხის მიმართ. მეცხრე რჩევა არის, ჩემო ძმებო და დებო, რომ შევეცადოთ ყოველ რამადანი და ასევე რამადნამდე გავიმეოროთ, რა შეიძლება რამადნის დროს, რა არ შეიძლება, რა აფუჭებს მარხვას, რა არ აფუჭებს, რა არის სასურველი, რა არ არის სასურველი, იმიტომ რომ ეს ეხმარება რამადანს და რომ ჩვენი მარხვა იყოს უფრო ხარისხიანი, უფრო მადლიანი, რომ შევეცადოთ, რომ გავექცეთ იმ შეცდომებს, რომელიც შეიძლება ჩვენი მარხვა ან დააკლოს მადლი, ან უფრო უარესი საერთოდ გატეხოთ ჩვენი მარხვა და ვის უნდა ეს, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა. და მეათე რჩევა, შემოწმება და ბოლო რჩევა იქნება, რა თქმა უნდა, არის დუა. დუის გაკეთება, ვედრება ალლაჰის მიმართ, თუმცა ჩვენ რაღაცას ვეხვეწებით ალლაჰს. ეს თვე, ბარაქათიანი თვე, ძალიან ძვირფასი თვე, რომ ეს არის ყველაზე საყვარელი თვე ალლაჰის წინაშე. შუმავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ გვიამბო მთლიან ჯამში მის სუნნათში და ასევე ალლაჰი აზზავაჯალ ყურანში, რომ დუას ადგილი ისლამში არის ძალიან დიდი. ერთი ჰადისი რომ თქვა ადუაუ ჰუა ალ-იბადა. დუა ეს არის რა თაყვანისცემაო. შუმავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, დუა არის რა თაყვანისცემა. დუა აკეთება მხოლოდ ალლაჰის მიმართ და არა სხვისთვის, არა შუმავალების მიმართ, არა ანგელოზების მიმართ. ანუ ჩვენ ხედავთ რომ დუა არის მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰისთვის. რამდენი დიდი ადგილი აქვს დუას. და არის აიათები ყურანში, სურა ალ-ბაყარაში, მეორე სურაში, სადაც ალლაჰი აზზავაჯალ იძახის يا أيها الذين آمنوا كتب عليكم الصيام كما كتب على الذين من قبلكم لعلكم تتقون და ასე შემდეგ. მე ასევე მოდის აიათი მარხვაზე შაჰრუ რამადან الذي أنزل და ასე შემდეგ და მე კიდე მოდის აიათი რამადანზე მარხვაზე და მაგის მე რა მოდის ნახეთ ჩემო ძმებო და დუა რომ აიათი დუაზე ალლაჰ აზზავაჯალ იძახის وإذا سألك عبادي عني فإني قريب أجيب دعوة الداعي إذا دعان. შენ თუ შეგეკითხებიან ე მუჰამმედ, ჩემზეო, მე ახლოს ვარო. მე უპასუხობ ან ადამიანის დუაზე, როცა ის მე ვედრებაო. და მაგის მერე, ამ აიათის მერე კიდე მოდის რა აიათი მარხვაზე. მუფასირები, ვინც კარგად იცის ყურანი და დიდი ალიმები თქვენ რომ ეს რას ნიშნავს, რომ რატომ ალლაჰმა მოიყვანა აიათები მარხვა, მერე დუა და მერე მარხვა. ეს აჩვენებს იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია
დუის გაკეთება რამაdáნის დროს. ასევე შუა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამმა თქვა, რომ „თალათუ დაავათინ ლა თურადუ“ სამი დუა, ანუ სამი ხალხის დუა არ იქნება უარყოფითი. ერთ-ერთი რა არის მაგათგან? ადამიანი, რომელიც მარხულობს. მაგიტომ ეხლა ამ დროს რა ხან ჩვენ ვართ, ამ ბარაკათიან დროს, ამ დალოცვილ და ბრწყინვალე დროში, რაც ეხლა ვართ ამ თვეში, უნდა შევიცავთ მაქსიმალურად გავაკეთოთ ბევრი დუა. ასევე მე მინდა გავაკეთოთ დუა ჩემთვის და თქვენთვის. მე ალლაჰს აზზავაჯალს ვთხოვ, რომ ეს რამადანი გახავდეს ჩვენთვის იმის მიზეზი, რომ გამოსწორდეთ. ალლაჰ აზზავაჯალს ვთხოვ, რომ ჩვენი გულები გაასუფთავოს, გააკეთოთ ჩვენი გულები გურწბელი მისი თაყვანისცემისთვის, რომ ჩვენი თაყვანისცემა, ჩვენი მარხვა, ჩვენი ლოცვა, ჩვენი ჰაჯი, ჩვენი უმრა, ჩვენი სადაყა, ყველაფერი იყოს მისი ხათრისთვის და გახდეს ჩვენთვის ყაბულიანი და რომ დავინახოთ ეს ყველა ჩვენი კეთილი საქმეები აღსასრულ დღეში. ალლაჰ აზზავაჯალს ვთხოვ, რომ ბარაქა მისცეს ყველა ჩვენს ოჯახებს, ყველა მუსლიმებს დალოცოთ ჩვენი ოჯახები და ასე შემდეგ. ალლაჰ აზზავაჯალს ვთხოვ, რომ გამოასწოროთ ჩვენი მდგომარეობა. ალლაჰ აზზავაჯალს ვთხოვ, რომ ეს ცოდნა, რომელიც ჩვენ ახლა მივიღეთ, გააკეთოთ ჩვენთვის სასარგებლო, ის და ასევე მოგვიმოდოს მომავალშიც ცოდნა, გამოასწოროთ ყველა ჩვენი საქმეები და დავდაგლოცოთ ჩვენ ყველა. ალლაჰმა თქვენ ბარაქა მოგცეთ. ასალამუ ალეიკუმ.